ნეტარნი ხართ გლახაკნი, ვინაიდან თქვენი აქვთ ისაზღვრება. ნეტარნი ხართ მშიერნი, ვინაიდან გაწყებით. ნეტარნი ხართ მტირალნი, ვინაიდან გაიცინებთ. ნეტავი თქვენ თუ ხალხი შეგიძულებთ და იტყვიან, რომ ბოროტნი ხართ და ყოველივე ამას მოითმენთ კაცის ძისათვის. გიხაროდეთ, როცა ეს მოხდება, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან მათი წინაპრები ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც. რას ნიშნავს სულ ეს ვაი თქვენ ვინც მდიდარნი ხართ ამჟამად და ასე იოლად ცხოვრობდით. ვაი თქვენ ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იკლურებთ და ივაგლახებთ. ვაი თქვენ როცა ყველა კარგს იტყვის თქვენზე, ვინაიდან მათი წინაპრებიც ამასვე ამბობენ სრულ წინასწარმეტყველებზედაც. ხოლო მე გეტყვით ჩემს მემელთ, გიყვარდეთ თქვენი მტრები. კეთილი უყავთ თქვენს მოძულეთ. აკურთხეთ თქვენი მაწევარი და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხყოფთ. ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვილი. და ვინც მოსასხამს წაგართმევს, პერანგიც მიეცი მას. მიეცი ყველას, ვინც გთხოვს. ვინც შენსას წაიღებს რამეს, უკან უღარ მოსთხოვ. ისე მოეკეცი სხვებს, როგორც შენ გინდა რომ გექცეოდნენ. თუ მხოლოდ თქვენი მოყვარენი გიყვართ, მაშინ საზღაურს რატომ ელით? თავიანთი მოყვარენი ცოდვილთაც უყვართ. და თუ კეთილს უყოფთ, თქვენსავე კეთილიც მყოფთ, მაშინ რაღა საზღაურს ელით? ცოდვილნიც ასე იქცევია. გურეხება მაშინ. არა, გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით მათ, ასე სხედან ურაფერს მოელით სანაცვლოდ და დიდი იქნება თქვენი საზღაური, რადგან იქნებით შვილნი ყოვლად მაღალი ღვთისა, ვინაიდან ის მოწყალეა უმადურთა და უკეთურთა მიმართ. იყავით მოწყალენი, როგორც მოწყალეა მამა თქვენი ზეციერი. ვიხსენი ესო. ნუ განსჯით და არ განისჯებით. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და მოგეცემათ, ვინაიდან რომელი საწყავლითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ. როგორ უწინამძღვრებს ერთი ბრმა მეორეს, ისინი ხომ ორივენი ორმოში ჩაცვდებიან. რატომ უყურებ ბეწვს შენ ძმის თვალში და შენსაში დირესაც ვერ ამჩნევ? წარგვიძეხ მოძღვარო. ახლა გჭირდები უფალ. ნეტა იმ დედას, ვინც გშობა და გაგზავნა. რამდენად უფრო ბედნიერია ის, ვინც ისმენს და ასრულებს კიდეც უფლის სიტყვას.